პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულ 26 წლის დავით ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას აფეთქების მომზადებას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და საქმეს აბსურდულს უწოდებს. ჩემთვის დიდი პატივია, თქვა დავით ხომერიკმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ ხომერიკის ოჯახის წევრები. როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, ხომერიკის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. დავით ხომერიკის დედის თქმით, მოძალადეები თავად არიან, რადგან მის შვილს სცემეს თავში ხელები ურტყეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ცოტა იმედი რომ რაღაცნაირად ჩემს შვილს შეუსრულებდნენ საჯდოს 9 თვე საკმარისი იყო ამათთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ დროს არაფერი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდეო მტკიცებულებები ექსპერტმა იზაზე არ ამოვიდა მისი ანაბეჭდები. პირიქით მოძალადეები თვითონ იყვნენ ცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ. თავში ურტყეს რისი პულისთვის სახში მიდიოდა დილას 9 საათზე ამარაშვილზე აიყვანეს და მაგისი ძმა ავიდან ადმინისტრაციული დააკავეს მირეკას გამომძიებელი ადმინისტრაციული დავაკავეთ მე რამოდენიმე დღის მერე მეუნება რომ სისხლი აღიძრაო რატო ხდება ეს უსამართლობა ამ ჩვენს ქვეყანაში რომ სამართალი არ არსებობს რა უნდა თან ჩვენშიც რა შედავებიან სამშობლოს სიყვარულს შედავებიან არის ჩემი შვილი მუსიკოსი ავის გამხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ ჩაკვლაც უნდათ ჩემი შვილი სულით თავისუფალი ფიქრობ ჩემი შვილი არის ვაჟკაცი ბიჭი და ამ 60 წელს კიდე გადაიტანს ვაჟკაცურად და შერჩეს ეს უსამართლობა მთავრობას და ერთი იყოს ჩემი შვილისკენ და მთავრობას რა უნდა უთხრა ხელისუფლებას ან მოსამართლეს პროკურორს რომელიც უსირცხილოდ იტყვიება სასამართლო პროცესზე მთელი თვეებია. ვერც ებრძვის ადამიანი, ვერავინ ვერ ებრძვის ვერც პროკურორს, ვერც მოსამართლეს და ვერც არ აკუთრება არ არის რაღაც სიმართლე უთხრას მშობელმა პატრონმა. მაგრამ დღეს მამა გამწარებული გავიდა არ დაესწრო სასამართლოს დამთავრებას. იმიტომ რომ იცოდნენ ამ ხელისუფლების უდიერი მოქცევა თავის შვილს როგორ გაუსწორდებოდნენ. როგორც ხომერიკის ადვოკატი შოთა თუთფერიძე ამბობს, აღმოჩნდა რომ ამ საქმეზე მოსამართლე გალუსტაშვილს პოლიტიკური დავალება გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მისი თქმით, დღეიდან ქვეყანას უკვე მორიგი პოლიტიკური მსჯავრდებული ყავს. საქმეზე მოსამართლე გალუსტაშვილს დავალება პოლიტიკური გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული და შესაბამისად ჩვენ დღეიდან უკვე გვყავს მორიგი პოლიტიკური მსჯავრდებული უკვე რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუსაჯა სანქცია. ბუნებრივია გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა აქაც ძალიან კარგად გვესმის რომ სააპელაციო სასამართლოც ისევე შემსრულებელი არის დამკვეთისა და პოლიტიკური დავალებებისა, როგორც იყო საქალაქო სასამართლო. არათუ ვიდეო მასალა არ არის ამ საქმეში რაიმე ტიპის ჩხრეკის ან რაიმე ტიპის დანაშაულის დამადასტურებელი, არამედ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი წესით შედგენილი არც ერთი საპროცესო პირველადი დოკუმენტიც კი. სანამ გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებდა, ხომერიკმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ საქმე შეკერილია, რადგან პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. როგორც მან პროცესზე განმარტა, პროკურორი ყოველ წინადადებაში გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილს იმეორებდა და მოჰყავდა ცრუ მოწმეები. თავად ხომერიკის თქმით, მოწმეების უმეტესობას სახეზე საერთოდ ვერ ცნობდა, ხოლო ვინც იცნო, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ახალგაზრდა მუსიკოსმა მოსამართლესაც მიმართა და თქვა, რომ ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს. რაც შეეხება ჩემს ამ 9 თვიან გაურკვევლობას და შეკერილ ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი. არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არ ჩამიდენია. პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ პროკურორი ყოველ წინადადებაში გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილს იმეორებს. მოჰყავს სრულ მოწმეები, მათ უმეტესობას სახეზე არ ვიცნობ, ხოლო ვისაც ვიცნობ, მათ ჩემ მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. პატივცემულო მოსამართლე, მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყოთ დამოუკიდებელი, ხალხს
დაუბრუნდეს სამართლიანობის გრძნობა. ხალხი იმსახურებს სამართლიანობას, მოგმართავთ საზოგადოებას, ხალხს, ოჯახს, ყველას, რომ ჩემი იმედის სხივები ხართ და ვარსკვლავები ხართ. ეს სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია. რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს. დღეს დავით ხომერიკი საკუთარ სასამართლო პროცესზე თედო აბრამოვის უდანაშაულოდ ცნობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსთვის ბრძოლაში ისინი დიდი ხანია ერთად დგანან. ხომერიკის თქმით, არ ესმის, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო. პირველ რიგში, თედოს ამბავი ძალიან გამიხარდა. თედოს ნაჩუქარი სამაჯურია ეს ხელზე რომ იკეთია სხვათა შორის. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე დასჯადია. ჩვენ ამ ბრძოლაში რა ხანია ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო. ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა მიზნისკენ ეკლებითაა სავსე, მას თავისუფალ სამშობლომდე მივყავართ. არ მესმის, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანების სიმართლისთვის ბრძოლის გამო. ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მასწავლეს, რომ რწმენით მეცხოვრა და დღემდე არ გადამიხვევია ამისთვის. ამაში მუსიკა და ხელოვნება დამეხმარა. რაც შეეხება ჩემს პროტესტს, ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი. ამას ჩემი მუსიკით და სიმღერით გამოვხატავდი, რადგან სახალხო გამოსვლები არასდროს მყარებია. ყველაფერი კი ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს დაიწყო, როდესაც ხალხი რუსი ოკუპანტის ჩამოსვლას აპროტესტებდა. ხალხს გაუსწორდნენ. აქციაზე დაშავდნენ ჩემი მეგობრები, რამაც მათზე კვალი დატოვა. აქ იკვეთება რუსეთის ჰიბრიდული ომი. ამ სისხლიანმა დღემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. არ დავხუჭავ თვალს და საბედნიეროდ ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ამ ძალადობის გამომწვევი ჩვენი ხელისუფლება, მათ ეშინიათ ჩვენი სიმართლის, მას წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვებიან. 26 წლის დავით ხომერიკი 2 დეკემბერს რუსთაველის აქციის დაშლის შემდეგ თამარაშვილის ქუჩაზე ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. პროკურატურის მტკიცებით ხომერიკის ჩანთაში მოლოტოვის კოქტეილის ბოთლები აღმოაჩინეს. თავად ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ცეცხლგამჩენი ნივთები თუ ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა. დაკავების დროს ხომერიკი მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და ჩვენების მიცემის იზოლებაზეც საუბრობდა. ხომერიკის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავდა. ის აქციებზე დაკავებული და პოლიტპატიმრად მიჩნეული არაერთი სხვა ადამიანის საქმეების მოსამართლეცაა. ნინო გალუსტაშვილმა უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მათე დევიძის, გიორგი მინდაძის, თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის შემთხვევებში.